მამაკაცი. ლაპარაკობს და უჩვენებს საქართველოს საზოგადოებრივი მოუწყებელი ტალღა FM 102.4 საზოგადოებრივი მოუწყებელი რადიო 1.0 შეგიძლიათ გვიყუროთ, გილოცავთ ნათლის ღებას. გილოცავთ ყველას, ვისაც გწამთ, ვისაც არ გწამთ, ზღანელობდი დათოს, როგორც არ უნდა გწამდეს, როგორც არ უნდა არ გწამდეს. ნათელი და მირონი ერთად არის გადასარების სიტყვა ორივე და რაღაცა ძალიან კარგი დღეა და მინდა რომ ბედნიერები იყოთ ამ დღესაც და სხვა დღეებშიც. მოგესალმებით, მეც გილოცავთ დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ახალი აღთქმის ერთ-ერთ უმთავრეს საიდუმლოს და დღესასწაულს, ნათლის ღებას. დიდი მადლობა ყველას, რომ გვისმენთ FM 104.4 ეს არის საზოგადოებრივი მოუწყებლის რადიო 1. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 240 91 92 240 92 შეგიძლიათ დაგვირეკოთ ხოლმე საუბრის მსვლელობის დროს. ცხადია ჩვენ გუშინ დავაანონსეთ უკვე რომ შევეცდებოდით რომ თემატური გადაცემა გაგვეკეთებია და ჩვენი მცდელობა დაფუძნებული უბრალოდ ჩვენი ეს ვარაუდის დონეზე თქმა დაანონსება დაფუძნებული იყო იმაზე რამდენად მოვახერხებდით იმ ადამიანის სტუდიაში მოყვანას, რომელიც დღეს გვყავს სტუდიაში და ძალიან მიხარია, რომ თეოლოგი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი და პედაგოგი გიორგი გვასალია, ბატონი გიორგი გვასალია დაგვთანხმდა სტუმრობას და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რას ნიშნავს ნათლი ღება, რას ნიშნავს რწმენა, რას ნიშნავს ათეიზმი თუნდაც, რას ნიშნავს საერთოდ ის რაც ჩვენს გარშემოა ისიც გვჯერა და რასაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. მოკლედ, ვინ არის ჩვენთვის ღმერთი, რა არის სარწმუნოება და ზოგადად კანონიკურ წესებზეც ვისაუბრებთ და დღევანდელი დღის უდიდეს მნიშვნელობაზე. ცხადია, ველოდებით თქვენს აქტიურობასაც ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 240 და მე მინდა ეს პირველი ბანალური შეკითხვით დავიწყო ბატონ გიორგისთან, მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას მობრძანებისთვის. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. რას ნიშნავს რწმენა და მე გადავიდეთ დღევანდელ დღეზე. რა არის რწმენა? მოგესალმებით, მიულოცავთ ჩვენს სვანელებს, ჩვენს მაყურებლებს, სრულიად საქართველოს საქრისტიანოს აი ამ მართლა საოცარ დღესასწაულს. დავიწყოთ, მაგრამ ძალიან ლოგიკურია ის შეკითხვა, რომელსაც ვსვავთ, რადგან სანამ შევეხებით დღევანდელი დღის საოცრებას, უნდა შევეხოთ ამ საკითხს. რა არის რწმენა? ძალიან ისეთი კლასიკური განმარტებით, რომელსაც მოციქულთანაც პოულობთ, რწმენა ეს არის დაჯერება უხილავის. ეს არის კლასიკური ძალიან მოკლე. მაგრამ აქ ერთი დათქმაა საჭირო, ერთი დეტალიას უნდა მივაქციოთ ყურადღება. აი ამაზე მაგალითად, აი ამ დაჯერებაში რა იგულისხმება. აი მაგალითად მე მეუბნებიან, რომ არსებობს ეიფელის კოშკი ერთ-ერთ საოცარ ქალაქში, ევროპის ერთ-ერთ საოცარ. მე ის ნანახი არ მაქვს. პირადად. სურათებით მაქვს ნანახი. ასე მეუბნებიან, რომ არსებობს. თუ ერთ დღესაც მე ავიკვიატე ბას, რომ ეს სამყარო შეითქვა და მე მატყუებს და სინამდვილეში არაფერი ამდაგვარი არ არსებობს. ელემენტ არ დავიჯერებ, რომ ეიფელის კოშკი არსებობს. მორჩა და გათავდა, არ დავიჯერებ. აკვიატებული აზრს გამ. მაგრამ ესეთი აზრი არ მაქვს მე აკვიატებული და მჯერა, მე არ ვარ აქ დამყოფი, მაგრამ მჯერა, რომ ეს კოშკი არსებობს. მჯერა დედამიწა მრგვალი. რა იცვლება ამ შემთხვევაში? ის რომ მე დავიჯერე, ის რომ მე რაც არ მიხილავს და დავიჯერე, ანუ ვირწმუნე, ამას შემთხვევაში არაფერი შეუცვლი. აბსოლუტურად იგივენაირად ვაგრძელებ. მომჯერა და მორჩა. აი რწმენაზე როცა გვაქვს საუბარი, რომელიც არის დაჯერება, უხილავის ეს სხვანაირი დაჯერება, ეს არის ისეთი დაჯერება, რომელსაც შემთხვევაში არსობრივი ცვლილება შემოაქვს. რაღაცა პრინციპულად იცვლება.
აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, რომ ჯერა რომ ვიღაცა არსებობს, ჯერა რომ რაღაც სამყარო არსებობს. არა, ეს ვიღაცა და ეს რაღაცა ჩემს ცხოვრებაში შემოდის და აქტიურად იწყებს მოქმედებას. ხო, მაგრამ რით შემოდის რა ხერხით? ანუ მე გეუბნებით რომ ღმერთი არსებობს, თქვათ, და თქვენ გჯერათ უბრალოდ. არაფერი არ შეიძლება ამით. თქვათ, იგივე ეფელის კოშკი ის არ იყოს, მაგრამ თუ მე გეუბნებით ღმერთი არსებობს და ის დაგიფასებთ სიკეთეს, მაშინ მე ვფიქრობ, მოდი გავაკეთებ სიკეთეს, იმ დამიფასოს? ხო, აი ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. საქმეც ეს არის, ოდესაც ჩვენ საუბრობთ რწმენაზე, რწმენა თავის თავში გულისხმობს, მოიაზრებს ადამიანების ორ კატეგორიას. ერთი, რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა, რომ მე რაღაცებს გავაკეთებ და მე რო წავალ 100 წლის მერე ღმერთი ამას ხო, საქმიანი მიდგომაა. ხო, დააგროვებს და ახლა მეორე რწმენა რომელზეც ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდენთ, ეს არის რწმენა არა რელიგიური ადამიანისა, რომელსაც თქვენ ბრძანებდით ახლა, რომელსაც რაღაც მარტივი გათვლები აქვს, რატომაც არა, რა არის ამაში ცუდი, არამედ მეორე რწმენა არის არა რელიგიური, არამედ ეკლესიური ადამიანისა. ეს აბსოლუტურად სხვა რწმენა. აი ეკლესიური ადამიანის რწმენას ძალიან კარგად გამოხატავს პოზიციას, ძალიან კარგად გამოხატავს წმინდა იონე ოქროპირი. ის ამბობს ესეც საოცარ სიტყვებს. აკეთე სიკეთე არა იმის გამო, რომ ღმერთი დაგიფასებს ამას, არამედ იმიტომ, რომ გიყვარს სიკეთე. ანუ მე ჩვეულებრივი რელიგიური ადამიანი, მე რელიგიური ადამიანი დიდათ არ გამოვიწყებ ეკლესიაში. არა, მესმის, მაგრამ რისი თქმა მინდა მე. როდესაც რწმენაზე ვსაუბრობთ და რწმენის აი ეს დეტალი შემოგვაქვს, რომ თუ მორწმუნე ვარ, მე რაღაცა კეთილი საქმეები უნდა ვაკეთო, მე უნდას ქვეშ და ვალდებულების ქვეშ კი არა ვარ, როდესაც რწმენაზე ვსაუბრობ. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. მე არ შემიძლია სიკეთის კეთების გარეშე, მე მწყურია სიკეთე, მე მშია სიკეთე, მე მწყურია სიყვარული. ეს არის ჩემი, აი, კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს იცვლება ჩემში სწორედ მაშინ, როდესაც მე ვხდები მორწმუნე. არა უბრალოდ დამჯერებელი, რომ რაღაცა სადღაც რაღაცა არსებობს, რაღაც ბუნების ძალა, არა. ღმერთი, რომელზეც მე ვსაუბრობ და ღმერთი, რომელმაც ნათელი იყო იორდანის წყლებში დღევანდელ დღეს სადღესასწაულით აღენიშნება. ეს ღმერთი არ არის განყენებული სადღაც სხვაგან ყოფი. ეს არის ღმერთი, რომელიც მოვიდა და ეს არის ღმერთი, რომელიც ყოველდღიურად ჩემთან მოდის და ჩემში შემოდის თავისი მადლით. ანუ აქ არ არის საუბარი, ახლა სიკეთე ეს არის ცნება, სიყვარული ეს არის ცნება. მისი პრაქტიკული განხორციელება მეხება მე, უშუალოდ მეხება მე. ეს არ არის რაღაცა სიტყვაზე ვთქვათ, ვიღაცა ცუც არ გაუკეთებ. ეს არ არის მარტო სიკეთე, რომ სხვას ცუც არ გაუკეთებ, არა, მე რო ვეცდები, რომ სხვას კარგი გაუკეთო. აი ეს არის სიკეთე. ანუ ცუდის არ გაკეთება არ არის სიკეთე, კარგის მაკეთებლობაა სიკეთე. ანუ სიყვარულიც ამას გულისხმობს, ეს სათნოებები ამას გულისხმობს. რწმენა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ანუ მე ვსაუბრობ ეკლესიურ რწმენაზე. ეს ეკლესიური რწმენა, რელიგიური, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეკლესიური რელიგიური არის ინდივიდუალურად აუცილებლად, მაგრამ რელიგიური ეკლესიური შეიძლება არ იყოს. კი, ცხადია. ანუ ამ ეს დეტალი მინდოდა მეთქვა. ეს დავამატებ და აუცილებლად მოგცემთ კითხვის დასვლის საშუალება, ძალიან გამიგზელდა პასუხი ხდება, მაგრამ ერთი ეს დეტალია, სწორედ რომ თქვენ ათეიზმი ახსენეთ თქვენ შესავალ სიტყვაში. ვინ არის ათეისტი? რა არის ათეიზმი? ესეც რელიგია. ეს არის ჩვეულებრივი რელიგია, რომელსაც გაღმერთებული ყავს უღმრთოება, ამბობს აი კონცეფციაში უდევს უღმრთოება, მაგრამ ის ღმერთის გარეშე მაინც ვეცლებს. მისთვის ღმერთია ბელადი, მისთვის აი ეს სამყარო არის რაღაცა ისეთი, სამოთხისეული სამყარო არის რაღაცა ისეთი, ამქვეყნიური. ანუ ყველაფერი, ეს არის როგორ გითხრათ, რელიგიის ასე ვთქვათ კარიკატურა, მაგრამ რელიგიის მაინც. ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ეს ათეისტია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხრადმორწმუნე, აი არ შეიძლება. ადამიანი ეს არის მოაზროვნე არსება, რომელიც არ იყო და გაჩნდა, ანუ უმყოფელობიდან მყოფობაში შემოვიდა და აი ეს გზა უმყოფელობიდან მყოფობისაკენ, აი ეს გვირაბი, რომელშიც გამოდის გონიერი ქმნილება, არსობრივად გულისხმობს, რომ მას აქვს სურვილი, მოთხოვნა, წყურვილი იმ მიღმიური სამყაროსკენ. მიისწრაფის იქიდან. მამები ამბობდნენ თავის პირველ საუკუნის მამები ამბობდნენ, სული თავისი ბუნებით ქრისტიანია. ეს ყველა სულს ეხება. ანუ ქრისტიანს გულისხმობენ, ნუ მამები რო ქრისტიანს ამბობდნენ, ნუ თავისთავად ხდება გულისხმობა ღმერთია ქრისტე და ქრისტიანს ამბობდნენ. თანამედროვე ენაზე თუ გადმოვიდათ, სული თავისი ბუნებით მორწმუნეა. მიდის თავისი წყაროსკენ, როგორც შვილი მშობლისკენ ილტვის, სულის თავის მშობლისკენ ილტვის. ანუ ჩვენ როდესაც აი ამაზე თქვენს ბრძანებთ, ხო სწორედ ამას გულისხმობ. აუცილებლად ეს ჩემში დევს ათეისტიც კი მორწმუნეა. ის ვერძლებს თავისი ათეიზმის კი რელიგიურ ყაიდაზე აქვს. ანუ გადაკეთებულობით ბელაც. ემორჩილება ბელაც.
ნუ კიდევ უფრო შორს ვწევთ გადაანის მნიშვნელობით თუ ვიტყვით, ჩემთვის ამ შემთხვევაში რელიგია თუ ათეისტი ვარ, ჩემი რელიგია იქნება. თქვათ მე მჯერა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ლოგიკის და იმის რაც თუ ეხება, მაშინ ეს ჩემი ლოგიკაა, ჩემი რელიგია. კი ბატონო, ასე. რელიგია სიტყვა თავის თავად რო გამარტოთ, აი ბოლომდე რო ჩავიდე და გამარტოთ, ეს არის კავშირი, კვლავ კავშირის აღდგენა, კვლავ მიქცევა. ანუ რაღაც აი ურთიერთობის დამყარება, რაღაც კავშირის დამყარება. ვერც ერთ სისტემას ვერ მომიტანთ, მე თქვენ სააზროვნო სისტემას ვერ მომიყვანთ, რომლის ლოგიკაც აი ამ ურთიერთობის პრინციპებზე არ იყოს აგებული. ეს საკითხის მეორე მხარეა, ვიღაცა ღმერთს უწოდებს ფილოსოფოს, ვიღაცა ღმერთს უწოდებს რაღაცა წყლის სტიქიას, რაღაცეები, ღმერთი ყველგან არის. ჩვენი პრობლემა ის კი არ არის მოვნახოთ ღმერთი, ჩვენი პრობლემაა მოვნახოთ ჭეშმარიტი ღმერთი. ანუ ამ ღმერთთა პანთეონში, აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ რომის იმპერიის სანამ ის ქრისტიანობას მოხსმულდრეკდა, ოფიციალურად აღიარა რომმა იესო ქრისტე ღმერთად. პანთეონში შეიყვანა მისი გამოსახულება. რა იყო? ქრისტეს ღმერთად აღიარებაა პრობლემა? არა, რომ აღიარა ქრისტე ღმერთად, მაგრამ ეკლესიასთან მაინც კონფლიქტი ჰქონდა, რატო? იმიტომ რომ მისთვის ქრისტე იყო ერთ-ერთი ღმერთი, ანუ პანთეონის წარმომადგენელი და ეკლესიისთვის ქრისტე არ იყო ერთ-ერთი ღმერთი, ეკლესიისთვის ქრისტე იყო ერთადერთი ღმერთი. მთელი პრობლემა ქრისტიანობასთან ურთიერთობისა, თანამედროვე სამყაროს აქვს სწორედ ეს. თანამედროვე სამყარო ქრისტიანობას თავაზობს არჩევანს. ღმერთებს შორის არჩევანს და ეკლესია ამბობს, რომ არჩევანი ვერ იქნება. ღმერთებს შორის, ანუ არჩევანი ვერ იქნება ღირებულებათა შორის. ერთი უნდა იყოს. ხო, ვერ იქნება. ანუ ნახეთ რა შეასაქმე. რაც პრინციპში სწორია, რომ დაიბნევი ღირებულებებს შორის, მით უფრო გაჭირდება ცხოვრება. აბსოლუტურად ცხოვრება გაჭირდება, სააზროვნო სისტემა შეირყევა, ღირებულებათა სისტემა დაერღვა, აბსოლუტურად გეთანხმებით. სწორედ ეს იყო პრობლემა. ხა წარმოვიდგინეთ ასეთი რაღაცა, აი 300 წლის განმავლობაში ცოტა მეტი, ნუ აი ერთობიან ქრისტიანების წამებით. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ნუ იყო ესეთი მომენტები, იკრიბებოდნენ როგორ ეხელათ, აი ხერს მოღუნავდნენ, მიაბავდნენ ქრისტიან, ამ ხერს აუშვა, როგორ იხლიჩებოდა და უხარო ოვაციები იყო. სტადიონებზე იკრიბებოდნენ იმისათვის, რომ როგორ გლეჯდნენ ქრისტიანებს და ლომები მიუგდეთ, ლომებს ქრისტიანები პირდაპირ სამოქალაქო მოთხოვნა იყო ეს, ნუ ერთობოდნენ ამით, ხალისობდნენ ამით. რა იყო ის, რატომაც დაინტერესდა რომი მაინც ქრისტიანობით და ბოლოს მუხლიც მოულრიკა? რატო? აი ეს თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ რომი მიხვდა რომ ღირებულებათა კრიზისში შედიოდა. აბსოლუტურად აღარაფერი რჩებოდა. და ის ერთი ნამდვილი რაც შეიძლება იყოს, ეს არის სწორედ უალტერნატივო რაღაცა ღირებულებათა წარმართობა, ამას ვერ მოგცემთ. დღეს ხო ნეოწარმართული სამყაროა, რას გულისხმობ? ის სისტემა, რელატივიზმი, მულტიჭეშმარიტება, რომელსაც თავაზობენ დღეს საზოგადოებას, რა არის ეს? ეს არის სწორედ წარმართული პანთეონის აღორძინება. იყოს მრავალი ღმერთი, იყოს ქრისტეც ღმერთი, იყოს მრუშობაც ღმერთი, იყოს დაბეზღებაც ღმერთი, იყოს ეს ყველაფერი ღმერთი იყოს. აქვს ამას ამის უფლება აკეთოს, აქვს იმას იმის უფლება აკეთოს. და როდესაც ეკლესიას ეუბნებიან, მე შენ ხო არ გიშლი ხელს, შენ აღიარე შენი ქრისტე. შენ რატომ ედავები მე, რომ ვაღიარო ჩემი ღმერთი რაღაცა. საქმეც ეს ეკლესიის ბუნებაა. ეკლესია ვერაზოს ვერ აღიარებს მულტიჭეშმარიტებას. ეკლესია არაზოს არ აღიარებს რამდენიმე ღმერთს. ანუ ღირებულებათა სისტემა ძალიან, ამიტომ გითხარით, როდესაც ჩვენ საუბრობთ რელიგიურ ადამიანზე, რელიგიური ადამიანისათვის ღმერთი არის ერთ-ერთი და ეკლესიური ადამიანისათვის ღმერთი არის ერთადერთი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ღირებულებათა სისტემაც ასე ყალიბდება. ღირებულებათა ეს ფასეულობებიც ასე უყალიბდება. ჩემთვის, პირადად ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება უზრდელი ქრისტიანი. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება სიტყვაზე ვთქვათ, როგორი დამბეზღებელი ქრისტიანი, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება მოღალატე ქრისტიანი. ყოველთვის მიუღებელი იქნება, არ არსებობს ასეთი რაღაცა. მაგრამ აი მულტიჭეშმარიტების სამყაროსათვის შესაძლებელია იყოს, ნუ თქვათ, აი იყოს ვიღაცა ცხოვრობდეს სიტყვაზე თქვათ რუშობით და იყოს კარგი ადამიანი. სიტყვას მე ახლა პიროვნებას არ ვეხები. თქვა ეს აი მაგალითად მარიამ ეგ მინდოდა მე თქვა ავაზაკი ჯვარზე ხო მაგრამ აქ ყურადღება მიაქციეთ მარიამ მაგდალინელი ავაზაკი ჯვარზე და ბევრი მაგალითი ეს უბრალოდ რაც უცებ მოვიდა იმას ვამბობ. ისინი ასე თქვა ცხონებაში და სიკეთეში არიან არა მრუშობით და ავაზაკობით, არამედ მრუშობას და ავაზაკობასო თავი დაანებეს ამით. ანუ შეუთავსებელია ეს ორი ღირებულება. თუ უბრალოდ გულწრფელი მონანიებით. არა, ეს სინანული რაღაცას ხო იმას შვება, ეს სინანული თავის თავში რაც გულისხმობს, სინანული გულისხმობს
აღდგომას, ანუ სიკვდილი რაღაცა საქმისათვის და გაცოცხლება იმ საქმის გარეშე ცხოვრების წესით. სინანული ეს არის. სინანული ის კი არა უირამო მივიდა და სულში ისევ რომ აკრო, საშუალება როგორც კი მომეცემ, ისევ გამიმეორო. ამაზე კი არ არის საუბარი. სინანული ის არის, რომ სიტყვაზე თქვა მე რო ვიღაცას ვაწყენინე და ეს ვინანე, იმას ნიშნავს, რომ მე ჩემ ცხოვრებაში აღარასდროს აღარ მივცემ თავს იმის უფლებას, რომ მას ვაწყენინე. ხო, მაგრამ ანუ გამოვიცულები, სხვა ვიქნები. აი მრუში ადამიანი, ხო შეიძლება იმდენად კეთილშობილი იყოს, რომ აბსოლუტურად დაფარული იყოს ესთვისება დანარჩენი. ესმის აბსოლუტურად გეთანხმებით. მე კიდე ერთხელ თქვი კიდევაც კიდე ხაზგასმით და აღვნიშნო რაც არ უნდა ვილაპარაკო მე ვერასდროს და არასდროს თავისუფლებას არ მიცემ კონკრეტული პიროვნება მიიღო ხედელობაში ამას არასდროს არ გავაკეთებ ეს გამორიცხულია უბრალოდ როდესაც საუბრობთ იქ რუსია თუ იქ ვიღაც უსტელია თუ ვიღაცა მაბეზღარა თუ არა აქ ამას მნიშვნელობა აბსოლუტურად როდესაც საუბრობთ ქრისტიანობის კონტექსტში ვერ ვილაპარაკეთ რომ შეიძლება ამ ცხოვრების წესითაც ცხოვრობდა ქრისტიანიც იყო ის რასაც თქვენ გძალებთ რომ სულის სიღრმეში მას აქვს ეს რაღაცა თქვა რაც ქონდა მარიამ მაგდალინელს ხო თქვა რაც ქონდა მარიამ ეგვიპტელს თქვა რაც ქონდა ავაზაკ ჯვარზე ეს ყველაფერი თავისთავში რაც გულისხმობს ეს გულისხმობს მცირე შემთხვევაში მოცემის შემთხვევაშიც კი ამის გამოვლინებას და საკუთარ თავში იმის მოკვდინებას რაც ამას მალავდა აი ერთ-ერთი მამა ამბობს მარგალიტი რომელიც წალახშია ჩაგდებული განა ეს მარგალიტი არ არის ჭირდება მოხება და გაწმენდა ანუ ამაშია პრობლემა ამ ნიშნით ყველა სულში მარგალიტი გვაქვს ყველა ღვთისხატება ვართ არ შეიძლება ვიღაცაზე თქვა დიდია ვიღაცაზე თქვა მცირეა არა ყველაში დევს ხატება ღვთისა ყველაში დევს ეს მარგალიტი ახლა საკითხის მე სამებს ხედავთ ამ სამიდან თქვენ ორს გინდათ და მე არ მინდა რომ ეს მარგალიტი გაიწმინდოს ხო არის განსხვავება ჩვენ თქვენ ორსა და ჩემ ერთ შორის ხო მე უბრალოდ ძალიან მომწონს ეს მარგალიტი ტალახში აქ ჩაგდებული აი ეს უფრო ვაფასება მარგალიტს მოჩა და გადავდა აი ამაზე ვერ იტყვის ვერასდროს ქრისტიანობა ეს ღირებულებათა სისტემა რომელსაც ქრისტიანული რელიგია ეფუძნება აი ამ მარგალიტის გაუწმენდელობაზე ვერ იტყვის მე რა მოხდა ამას არასდროს არ იტყვის ის მაგალითები რომელიც თქვენ გქეთ ეს არის სწორედ ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო რომელიც ისევ პიროვნულია მათ შეძლეს ეს როგორ ფიქრობთ აი ავაზაკი ვახსენეთ ერთი ავაზაკი გვახსოვს მარტო იმ ჯვარზე მეორე ორივე ერთნაირად დაჯებოდა თავიდან თუ გაიხსენებთ მარტო ის არ გმობდა ესეც გმობდა კი ხო და რა მოუვიდა მეორე ამ კეთილგონიერ ავაზაკს ამოუვიდა იმასაც თუ არ მოუვიდა ძალიან საინტერესოა ეს რომ როდესაც აგადახედა ამ ავაზაკმა ჯვარცმულ იესო ნაზარელს საოცარი რამე დაინახა გაიხსენეთ რას აღიარებს ჩვენო სამართლიანად ვიჩებითო და იქ ქრისტეში რა ნახა ქრისტეში ნახა უსამართლო დასჯული მაგრამ ეს უსამართლო დასჯული რას აკეთებდა ლოცავდა იერუსალიმს მას ქონდა ყველანაირი უფლება ეწყევლა იერუსალიმი და ის ლოცავდა და ეს ავაზაკი მიხვდა არ შეიძლება ეს მარტო ადამიანად უთხრა მომიხსენე მე უფალოსას ანუ ამაში ეს გაცოცხლდა რასაც თქვენ ბრძანებდით იმაში არ გაცოცხლდა იცით აი პროზაული ათეისტებისთვის აი რაციონალური გონებისთვის ხო ვთქვათ ესე ვუწოდოთ იმ ადამიანებს ვინც ეძებენ ლოგიკას ხო ყველაფერში პრინციპში არსებობს ისეთი მატერიალისტური დადასტურებებიც იესოს არსებობის როგორც არის მისი საფლავი თუნდაც თვითონ მთელი იერუსალიმი არის მატერიალისტური დასტური კი ისტორიული წყაროებზე რაღაცა მითითებები როგორ არა ხო ნუ თუ ეგრე თუ არ დაიჯერებ რომ იესო ნაზარეველი არსებობდა რეალურად ზუსტად იგივენაირად ვერ დაიჯერებ რომ სიტყვაზე კლეოპატრა არსებობდა დავით აღმაშენებელი ალექსანდრე მაკედონელი და ასე შემდგომ ანუ რაც არ გინახავს და რისთვისაც ხელი არ გიხლია ამ შემთხვევაში აი რატომ მოხდა ეს რომ მაინც არის არ აღიარებენ როგორც მესიას არ აღიარებენ რას ნიშნავს ეს რატომ არის ამდენი წინააღმდეგობა ძალიან საინტერესო კითხვას ასვათ აი გულწრფელად გეუბნებით კონსალტ ახლა კითხვას რომელიც არსობრივად გვანახებს რა არის ქრისტიანობა იცი ძალიან საინტერესო იყო. აი მოდი გავიხსენოთ ჩვენ უახლოს წარსული, როდესაც კომუნისტური ხელისუფლება, კი, დევნიდა კიდე ცოტა ისეთი სიტყვა, პარტიულად თქვა სიტყვა. მოდი გავიხსენოთ რას გადაგებდა აი ეს ხელისუფლება, კომუნისტები რას გვასწავლებდნენ. არ უნდა მოიპარო. ქრისტეს გვეუბნება რომ უნდა მოიპარო. გარკვეული ცხოვრებაც არ უნდა ეცხოვრო. ქრისტეს გვასწავლდა არ უნდა იმრუშო და ასე თუ შევადრით ერთმანეთს ზნეობრივი კუთხით არაფერს განსხვავებულს ეს ხალხი ელაპარაკობს ყველა კონსტიტუცია ათწნებაზე დგას აი საინტერესოა რა უნდა ესე თუ კი ვეთანხმები იდეოლოგიურად და ზუსტად ეს არის არაფერს განსხვავებული რატო ვდევნი ქრისტეს საქმეც ეს არის
აი მოდით კითხვას დავსვავ და ამ კითხვაზე პასუხით გავცეთ თქვენ კითხვას პასუხი. აი მაცხოვარი მოვიდა და მოგცა სწავლება. ეს ახლა ბევრი არის იქ ყველაფერს არ დავრჩება სასაუბრო. მოდი ახლა ერთი წუთით მაცხოვარი გავიყვანოთ ისტორიული ამ სრბოლიდან, რომ ეს იესო ქრისტემ კი არა თქვა, ეს თქვა იოანე ნათლისმცემელმა. ხო შეიძლება თქვა იოანე ნათლისმცემელსაც იგივე. ღმერთს ეკარნახებინა და იოანე ნათლისმცემელს ეთქვა ნეტარიყვნენ დევნული სიმართლისათვის. ნეტარიყვნენ ის რა ქვია გლოვარინ გლახაკნის სულით და ასე შემოდა. ხო შეიძლება იოანეს ეთქვა ეს მარჯვენაში თუ გაგარტყავენ მარცხენა მეუშვირე. რატო რა თქმა უნდა არც ერთ წინასწარ თვითონ რატო თქვა? რა არის ქრისტიანობის არსი? ქრისტიანობის არსი არის არა ის დებულებები და მოძღვრებები, რომელიც მოცემულია მაცხოვრის პირით, არამედ არის გოლგოთა. იოანე რომ მომკვდარიყო, ამით კაცობრიობის ისტორიაში არაფერი იცვლებოდა, მაგრამ იესო რო ჯვარზე კვდება, ამით ახალი ერა, ახალი აღთქმა, ახალი ეპოქა იწყება, რატომ რომ იესოს ჯვარცმით მოხდა ადამიანის გამოხსნა. ვერც ერთი სიკვდილით ვერ მოხდებოდა ადამიანის გამოხსნა. იმიტომ როდესაც საუბარი გვაქვს, რატო ემტერებიან იესო ნაზარეველს, პასუხი არის ძალიან მარტივი. ამით ემტერებიან არა იმდენად იმ მოძღვრებასაც მოიტანა მაცხოვარმა, არამედ იმ ღირებულებებს, იმ არსობრივ მომენტს, რაც მოიტანა ღმერთმა, ადამიანი გამოიხსნა სიკვდილიდან, ადამიანი გამოიხსნა ცოდვის ტყვეობიდან. ეს არის მტრობა. დაჭკუნა სიკვდილით. აი მაშინ, აი ეს არის არსობრივად მტრობა, ეს არის. იესო ნაზარეველი, ამიტომ არ უყვართ. იმიტომ რომ იესო ნაზარეველი რო გიყვარდეს, შენ უნდა შეიყვარო გოლგოთა. არ შეიძლება სხვანაირად იესოს სიყვარული. როგორ შეიძლება იესო გიყვარდეს გოლგოთის გარეშე? მაშინ უნდა შეიყვანოს შენი მტერი. ეს არის ძალიან საინტერესო ხა დაუკვირდით, მე რომ მტერი შევიყვარო, ამისათვის რა უნდა გავაკეთო? ამისათვის ჩემ თავზე უნდა ავმაღლდე, მე ძალიან უნდა ვიმუშაო ჩემ თავზე, ანუ ქრისტიანი უნდა ვიყო. დღეს როგორი ქრისტიანობაა მოდაში? დღეს არის ქრისტიანობა მოდაში, როდესაც აი მე ჩემ თავზე არ ვმუშაობ, ყოველდღიურად უმჯობესობის უკეთესობისკენ არ მივდივარ, არ ჩემ თავს რაღაცებს არ უკრძალავ, ვაძლევ ჩემ თავს უფლებას იქ, რაღაცა სიცრუდის, რაღაცა მანკიერებს და ამ დროსაც ქრისტიანიც ვარ. ასეთი იოლი ქრისტიანობა უფრო კარგი არ არის. გავიხსენოთ თაბორის თაზე რა მოხდა. ხო, შეგაწყვეტებათ ბატონო, ჩვენელი დიდი ხანია უკვე გველოდება. 241 უკაცრავად ძალიან გავერთეთ საუბარში ვაღიარებ ჩვენ შეცდომას მოგესალმებით. გამარჯობა. გილოცავთ ნათლიღების დღესასწაულს, ღმერთმა თქნას, რომ ჩვენი ცოდვები წარიხოცოს დღევანდელი წყლის მადლით, რომელსაც მივიღებთ ახლა სამსამე კლუბი უზმოზე და მინდა რომ ღმერთს დაგვეხმაროს, რომ მისკენ ვიაროთ ნათელი გზი და ამ ცოდვებში აღარ შევდგეთ. ორი შეკითხვა და თხოვნა მაქვს თქვენთან. თვლი რომ მართლმადიდებლობა არის ნამდვილად სწორი და ჭეშმარიტი რელიგია, იმიტომ რომ მხოლოდ მართლმადიდებლების აღდგომაზე გადმოდის წმინდა ცეცხლი უცეცხლოდ სანთლებზე. ანუ ღმერთი ჩვენ გვაძლევს ამით ნიშანს, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ამიტომ პირველი ის რომ ამბობენ, რომ კათოლიკური ეკლესია და საერთოდ მსოფლიო ძალიან ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე, რომ გადავიდეთ ახალ კალენდარულ, არა მართლმადიდებლურ კალენდარზე და შობა და ახალი წელი და ყველაფერი დღესასწაული ვიდღესასწაული. დიახ, გასაგებია, ცოტა მოკლედ თუ შეიძლება კიდე გველოდებია. მინდა კიდევ იქნებ უხერხული რომ არ იყოს აი ეს ჩვენი ახალი წლის დღესასწაული ხალხისთვის. კურთხევა მოგცეთ რომ მარხვა ამ ერთ დღეს დაირღვეს, საპატრიარქო მოგცეს ამისის და დაგლოცოთ ღმერთმა მადლობა. დიდი მადლობა. დაგვირეკეთ კიდევ ერთი მსმენელი და შემდეგ ერთად ვასუხოთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გაითიშა. ხო, აი მე ეს კალენდარი ჩვენ გქონდა ის პირადად, აი ხა აბსოლუტურად არ იცვლება არაფერი 1 იანვარს თუ გინდა გოჭის ჭამა, რაში გჭირდება კურთხევა? აი ამას ვერ ვხვდები. ჩვენ მოდი თავიდან აღვნიშნოთ ერთი დეტალი, რომ დასავლური სამყარო არ არის მარტო კათოლიკურ ეკლესიას გულისხმობ, რომელიც 25 დეკემბერს აღნიშნავს მაცხოვრის შობას. ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. და არავის არ აქვს უფლება დედამიწის ზოგზე, რომელიმე მართლმადიდებელ ეკლესიაზე თქვას, რომ იქ ჭეშმარიტება არსუფევს და მათ რაღაცა აი ამ მართლმადიდებლურ ღირებულებათა სისტემაში პრობლემა აქვს. ამას თქვის უფლება დედამიწის ზოგზე არ აქვს არავის. ამას ძალიან კარგად აჩვენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ევქარისტიული ან
ანუ კანონიკური კავშირი აქვს აბსოლუტურად ყველასთან. ანუ 25 დეკემბერს 7 იანვარს, ანუ კალენდარული პრობლემა ეკლესიის ერთობის პრობლემა ვერ იქცევა და ვერ გახდება ვერასდროს. ძალიან კარგად არის ცნობილი ერთი ძალიან ისტორიული ფაქტი, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც ეფესოს ეკლესიიდან წმინდა მამა ჩადის რომში, აღმოსავლეთში სხვანაირად აღნიშნავდნენ, ხერხულად გამომივიდა, სხვა სტილით აღნიშნავდნენ, მან ჯერ არ იყო აღდგომის დღესასწაული ერთ დღეზე შეჯერებული, ხოლო რომში სხვა სტილით აღნიშნავდნენ და აღმოჩნდა ისე, რომ როდესაც ეს გადაადგილება ხდებოდა ეფესო და რომისაკენ, აქ აღმოსავლეთის ეკლესიას უკვე დღესასწაულები ჰქონდა აღდგომის დღესასწაული, მაგრამ რომში უკვე დაემთხვა. რა უნდა გაეკეთებინა ამ ამას? წელიწადში ორჯერ აღდგომას ვერ დღესასწაულებს გამორიცხულია. აქ ძალიან კარგად აჩვენებს საეკლესიო ისტორია იმას, რომ ამ წმინდა მამისათვის და წმინდა ამიტომაც არის ის ძალიან კარგად ესმოდა მთავარი ქრისტიანული არსი, რომ ეს არის ერთობა და იმისაც რომ ერთობას არაფერი შეხებოდა ის რომში დაესწრო აი ამ ანუ აქ მთავარი არ არის თქვათ რაღაცა კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა თუ ჩემთვის ნიშნული და ასე თქვათ მთავარი არის მაცხოვრიშობა ეს 1 იანვარი თქვენ თქმის არ იყოს საბავშვო დღესასწაულად შეება ბავშვებს ნაძვისხევო ხარია და ასე შემდგომ ახლა შობაზე აუცილებელია გოჭი ჭამა რო არ ჭამა ამ შობაზეც გოჭი რა მოხდება ხრავით მეც არ მგონია რომ ყובה იყოს ტრაპეზამდე ვერ დავიყვან იესო ქრისტეს შობას რაღაცა იმის აქვია მატერიალურ რაღაცა სუფრამდე ვერ დავიყვან ახლა ეს გამორიცხული აბსოლუტურად მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მარტო ამით არ დასტურდება, ცეცხლის გარდამოსვლით არ დასტურდება, ბევრი სხვა რამით დასტურდება. ცეცხლის გარდამოსვლა ერთ-ერთია, ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესი, აი ყოველთვის უდიდესი სიხარულით ველი და უდიდესი სიხარულს განმისტიან. თუმცა მეცნიერები ხსნიან. არა, რა მინდა გითხრათ, ის ბოლომდე მაინც ვერ ხსნიან. აქვთ ცდელობა, კი, აქვთ სხვადასხვა სახის ცდელობა აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ ოდნავი პროგრესის და ოდნავი, ასე ვთქვათ, მიზნის მიღწევაც კი ამ შემთხვევაში ამ დასაბუთების შემთხვევაში ის თავს ვერ შეიკავებდა და საყოველთაოდ ისე აღიარებული გახდებოდა და უბრალოდ ჩვენ სულში მთავარი რამე მოხდებოდა აი ამ საოცარი მოვლენისადმი ეს სიყვარული. თუმცა მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. ნეტარ არიან რამე თუ არა. ხო, არა, რა მინდა გითხრათ არის ეს ცეცხლის გარდამოსვლა, არის ეს დეტალი რომელიც აი მცირედ მორწმუნეს ან და წლითი წლად ქრისტიანო სამყაროს სიხარული თავსებს და ღმერთი ეხმიანება ახლა ამისი ასე ვთქვათ ყურადღებობაც არ შეიძლება, მაგრამ აქამდე დაყვანა, ვთქვათ, მართლმადიდებლობა გაცილებით მნიშვნელოვანს ამბობს, გაცილებით სხვა კუთხით დასტურდება მისი ერთადერთობა და ჭეშმარიტება, რომელსაც მთელი სამყარო აქცევს ყურადღებას, ეს თეოლოგიური დავები, რომელიც მიდის და საბოლოოდ თუ თვალს გავადევნებთ, ნახავთ, რომ თეოლოგიურ დავებში ძალიან უახლოვდებიან და თითქმის აი დადიან იქამდე, რომ აი მართლა ის მოძღვრება სწავლების ის ფორმა, რაც მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა, ეს არის სწორედ ის საწყისი რომელიც მიეცა ქრისტიანულ რელიგიას ამაზე ნენელა თანხმდებიან ახლა საყოველთაო აღიარება არ არის თავისთავადია მაგრამ რაღაცა შეხების წერტილები მართლა მოდის მაგრამ ახლა საინტერესო რა არის აი ამ ისტორიულად რო შევხედოთ მართლმადიდებლობა ვინ უწოდა ყველა ქრისტიანულ დომინაციას თავის სახელი უწოდეს თვითონ კათოლიციზმი იქნებოდა პროტესტანტიზმი იქნებოდა ბაპტიზმი იქნებოდა პროტესტანტული სხვადასხვა მიმდინარეობა ერთადერთი მიმდინარეობა საქრისტიანო სფეროში, რომელსაც სახელი არ უწოდა არავინ, ეს არის მართლმადიდებლობა. არავის არ დაურქვევია ის მართლა დარჩა ის რაც იყო და იმიტომ. ყველამ თავის თავს დაარქვა რაღაცა თავის წარმოსაჩენად. ერთადერთი რაც თავის წარმოსაჩენად არ უღვაწია, ეს არის მართლმადიდებლობა. დარჩა მას ეს ადგილი. თვითონ უწოდეს მას მართლმადიდებლობა, თვითონ დაგვრჩა ჩვენ ეს სახელი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სვენელი გველდება, გამარჯობა მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ბრწყინვალე დღესაც. დიდი მადლობა. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება დასავლეთ საქართველოში ძალიან აპატიეთ ამ გამოთქმაზე შემოვიდა მოდაში ჯვრებზე ფაქტიურად დენის შეერთება. აი ნათურებით განათება და მე საკითხი ცოტა მაწუხებს და აი მაინტერესებს რამდენად გამართლებულია ჯვარზე აი ამ ნათურებით განათება
დასაგებია რასაც ამბობთ კი მესმის გურიაში განსაკუთრებით ახლა მე თვითონაც წარმოშობით გურული ვარ და ჯერ ეკლესიებში შეესივნენ ეს გურულები და თუ სადმე იყო ყველაფერი დაანგრიეს და ჩამოიღეს და ეხა ყოველ კუთხეში რაღაც ტექნოლოგიური მებზე აღარ მახსოვს იყო საუბარი რამდენიმე დღის წინ და იქ რაღაცა ცოტა ხუმრობითაც იყო იტალიაში ხუმრობით ვამბობ მე სანთლები მის ელექტროსანთლები ანუ ალი აღარ არის ელექტროთინთება და იქ მე ხუმრობდნენ ეკონომნატურები აქ ეთყობა და ასე შემდეგ რაღაცა ეს რაღაცა შემოდის რაღაცა წლის წინ ნახე პირველად ეგდათო. ხო რა. ფულს 2 ევროიანს ჩააგდებდი და გადანათდებოდა იქაურა. აუ სანთელი ესე იგი. კი, სანთელი ამათო 20 ერთდროულად, იმიტომ რომ 2 ევროდ ბევრი ინთებოდა 50 ცენტრად. ხა რა მინდა გითხრათ? კიდე ერთი მსმენელია და ერთად უპასუხოთ შემდეგ. დავაგროვოთ. გამარჯობა მოგესალმებით. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. ისმენთ. გამარჯობა. მომდენ ხალხს გილოცავთ, მევალ და ეს არის. კითხვა ასეთი იქნება, რომ ეს როგორ ჩვენ ქართველები ვამბობთ, რომ გილოცავთ შობა ახალწელსა, ხომ გიგია? ესე იგი, რატომ არ ემთხევა, რომ ახალი წელი და შობა ერთად ხომ უნდა იყოს ქართველები ხომ ვიძახით ასე როგორია რა? ხო და რატომ არ ემთხევა ეგ ასე? კიდე მადლობა გასაგებია შეკითხვა კიდევ ერთი მსმენელი და ამ შეკითხვას უპასუხეთ კიდევ ერთი მსმენელი გამარჯობა მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენც გილოცავთ. გადატვირთულია იანვარი მოკლედ ძალიან. ძალიან. ხო და ერთ პატარა ლექს აიკითხა. გისმენთ. ალო. გესმით ჩვენი ხმა? გესმით ჩვენი ხმა გაწმა მე მგონი კაცი. გაწყდა კაცი. კარგი, მოდი გავაგრძელოთ საუბარი. ხო, ჯერ იმ ტექნოლოგიების დავიწყოთ, არ ვიცი რა დაუბრალოთ რაღაცა. აი, არ მესმის ესეთი რაღაცები და იქნება მეც ამიხსნათ, მეც მაქვს შეკითხვა, მეც ხო ადამიანი ვარ, მე რა რო გადაცემა მიმყავს. რა შეკითხვა? აი, ვერ ვიგებ. აი, ძალიან მიყვარს ჩვენი მსმენელები, ჩვენი მაყურებლები, გიждები ყოველს მაგრამ აი, ვერ ვიგებ, რატომ ხდება პრობლემა, მე არ მარხულობ, ვაღიარებ, მაგრამ აი თუ სიტყვაზე ვიძახ ისე რომ დამჭირდეს უბრალოდ შემიძლია 1 იანვარს საერთოდ არ გავეკარო საჭმელს ისე ვამბობ ასევე ჯვარი რა ვიცი ამას აქ მნიშვნელობა რა მინდა გითხრათ ეს სანთელი არა ჯვარს როგორ არ აქვს არა განათებულს ეს მინდა სწორად თქვა რომ სანთლეს ის იყო კიდე მოცემული ხო ახლა რო შევიდე და ვილოცო გული და სანთელი არა ვანთო დააკლდა რამე ამით შემოვა. მაგას ვიძახი მეც. ანდა სიტყვაზე ვთქვათ, მაქვს დარჩენილი მაქვს 1 20 მეტი არ მაქვს ჯიბეში. და გულით რო ვილოცო და ის 20 შიერს მივცევი კაცას. არ შეიძლება ჩემი ლოცვა. სახარებაში ქრივზე სწავლებაა მაგაზე. ხო და არა რისი თქმა მინდა მე. ანუ სანთლის დანთება დაუნთებლობის პრობლემა არ არის აქ. აქ მე ვანთი ვარ თუ არა სანთლებით ეს არის. მე ვარ ანთებული თუ არა ამაშია. როგორც სანთელი ანთია ხატის წინაშე, ისე მე ვანთი ვარ თუ არა უფლის წინაშე, ან წმინდანის წინაშე. ამ სიმბოლოს ამ მაგალით ჩემ ცხოვრებაში თუ ვახორციელებ, ესაა მთავარი თორე. იქ ზოგიერთი ფიქრობს, რა ვიცი, ასე უფრო მსხვილ სანთელს დაიჭერს, უფრო დიდი მორწმუნეა და წმნებს უყოლას სანთლის სიმსხოში და სანთლის ბრიალში არ არის წმენა აბსოლუტურად ეს აბსოლუტური მართლმადიდებლობასთან ამას არაა კავშირი და ახლა რაღაცა იმას აქვია რიტუალურ ცრუწმენასთან კავშირი აქვს ნამდვილად მართლმადიდებლობასთან ახლა სანთლის სიმსხოს ნამდვილად არა ბატონო გიორგი აი ზუსტად მაგიტომ შემოსვლამდე მაგიტომ გითხარით რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიურობა სხვანაირად არის გაგებული ზუსტად პირდაპირ კავშირშია სანთლის სისქესთან მე თქვენ ამაზე გიპასუხეთ უკვე და გითხარით რომ ასეთი ქრისტიანობა არის მარტივი და იული ძალიან მარტივია რომ ქრისტიანობა დავიყვანოთ რაღაც პატარა წესებამდე იქ მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე იქ კენტის ანთელი უნდა დაანთო იქ რაღაცა ნაცრისღებას ნაძვის ხე არ უნდა გედგას ხო ნაცრისღებას ნაძვის ხე არ უნდა გედგას ან და რაღაც ამ დაგვარ ეს ძალიან მარტივია ნახეთ გაიხსენეთ მაცხოვრე რომ მოვიდა ამ ქვეყნად ვინ იყო ათეის საერთოდ არ იყო ყველას მოსწამდა ხო თავთავიანად რატომ მოკლეს მორწმუნეება ხმერთი რატომ მოკლეს როგორ ფიქრობთ ხო სწამდათ ყველა მორწმუნე იყო აბსოლუტურად ყველა მორწმუნე ყველა სწამდა ღმერთი მორწმუნე იყო ამ კუთხით ვამბობ რომ ღმერთი სწამდა და არა იმიტომ რომ მარტო მორწმუნე იყო ანუ ღმერთი ყველა სწამდა მაგრამ ღმერთი ფული გახდა მასთან ერთად საქმეც ეს არის მათ ქრისტიანი რო იყო ამისათვის საჭიროა ძალიან საინტერესო რამე ნახეთ რა მინდა გითხრათ ქრისტიანობა გულისხმობს რომ მე ჩემი თავი უნდა ვაცვა ჯვარს
ჩემი თავი ჯვარცმავს არას გულისხმობს, რომ ჩემი ვნებები უნდა მოკლა, ჩემ თავში უნდა ვებრძოლო ვნებებს. დღეს ქრისტიანობა როგორ არის გაგებული? დღეს უფრო კარგი ქრისტიანი ხარ თუ სხვა საცვავ ჯვარს. რაც უფრო ბევრი ჯვარცმული ყავს ასე ჩამოლაგებული, უფრო კარგი ქრისტიანი ხარ და შენ თავს ჯვარს კი არაცო. და ქრისტიანობა ეს არის, ქრისტიანობა არის სწორედ შენი თავის ჯვარცმა, შენი თავის ცხონდი შენ და შენ გარშემო ათასები ცხონდებიან. მე ვარ პრობლემა, მე ვარ ავად, მე ვარ სამკურნალო. ეს იმას კი ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ჯანმრთელები. მაგრამ მე თქვენ ზამონტყოფობისთვის არ მცალია, მე ვარ ცუდად. ეს დეტალები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა ხელს მეშვება? რაღაც წესებს შევასრულებ და უკვე კარგი ვარ. ხო, მაგას ვამბობდი ზუსტად. კარგი ვარ. მაცხოვრის დროს ზუსტად ეს იყო. გააკეთებდნენ აი რაღაცა რიტუალური წესები ქონდათ, აი ფარისევლებს რიტუალური წესები ქონდათ, ამ წესებს ასრულებდნენ. იცით აი კომიზმამდეც მიდიოდა რაღაცა საოცრებამდეც მიდიოდა, სიტყვაზე თქვა არსებობდა ისეთი სახმელეთო გზა, საშაბათო გზა მაპატიეთ. სიტყვაზე თქვა 2000 ნაბიჯის გადადგმეშეთი არ შეიძლებოდა შაბათს. და წყალზე ხომ ნაბიჯებს ვერ დაითვლი. და ვისაც ეს უნდოდა ცოტა მეტის გავლა, ხო? რაღაცა წყლიანი მას ჩაილაგებდნენ ფეხსაცმელებში და პარასკევს საღამოს მარჯვენა გვერდზე დაიძინებდი და შაბათ დილით მარცხნაზე გაიღვიძებდი, შაბათი დარღვეული ქონდა. იყო ეს საოცრად საშინელი რიტუალური ისინი იყო, აი მაცხოვარი ამიტომ ძნელად იმას აკიდებდო, საზიდროებს აკიდებდო და თქვენო თითით არ გინდათ შეაშურთო, რას ნიშნავს ეს? იმიტომ რომ ეს მოძღვრებები, ეს რიტუალური მოძღვრებები ის ქონდათ, რა ქვია, ჩამოლაგებულები ქონდათ. და მეტი არაფერი. ნახეთ მაცხოვარი რასამოს გაიხსენეთ. რასაც გეუბნებიან ფარისევლები, დაიჯერეთ, ოთ იმ ცხოვრების წესს არ აყვათო. საოცარი რამეა. ანუ ეს ყველაფერი რაც ღმერთთან დაკავშირებით, სულის აღდგომასთან დაკავშირებით, ადამიანის აღდგომასთან დაკავშირებით, სულიერ სამყაროს ასობასთან დაკავშირებით არის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხოვრების ის წესი, რაც მათ აქვთ, ანუ ფარისევლური, ანუ რაც გულისხმობს, რომ მე რაღაცა წესებს ჩამოვწერ და ეს არის მთელი ჩემი რელიგიურობა, ამას არ გაეკაროთ. აქ ძალიან შორს წავალთ, მაგრამ ერთი დეტალი მინდა ვთქვა, რომ ასეთ ადამიანებში, რომლებსაც ქრისტიანობა მარტო რიტუალურ იწილობამდე ჩამოყავთ, ძალიან მარტივად მათში შემოდის იდეა, რომ ისინი კარგი ქრისტიანები არიან. ანუ იჯერებენ თვითონ კარგი ქრისტიანები არიან. იმ დროს, როდესაც ნამდვილ ქრისტიანს არ ჯერა, რომ კარგი ქრისტიანია. სულ ამბობს, რომ რაღაცა პრობლემა მაქვს, რაღაცამა გამოსასწორებელი, რაღაცა არ ვარგა. კმაყოფილი, ნამდვილი ქრისტიანი თავისი ქრისტიანობით არასდროს არ არის. მაგრამ იმას, რომელსაც ეს ხიბლისმიერი მომენტი აქვს, ფიქრობს, რომ ის რაღაცა ანათებს, გარშემო ხალხს იკრებს, ფიქრობს, რომ რაღაცა საოცარია და გარშემო რო არის ეს ხალხი არ ვარგა და ის კარგია. ამ დროს ქრისტიანები, ამ დროს გადავხედოთ მამათა ცხოვრებას. ვინ გაბედავდა ესე თქვა? ვინ გაბედავდა იმიტომ, რომ უკრძალავდა, საკუთარ თავს არ აძლევდა ამ ესულებას. ის საზოგადოება, რომელ საზოგადოებაშიც მაცხოვარი მოვიდა, ეუბნებოდა ურწმუნოები ხართ თქვენ. რატო ღმერთის ყველას წანდა, მაგრამ ურწმუნოები რატო იყო? იმიტომ რომ მათი რწმენა ეს იყო რიტუალური იწილობიწილო, მეტი არაფერი. გავიხსენოთ, რას ეუბნებიან ქრისტეს ჯვარზე. გადმოდი და გიწამებთ. რატო არ გადმოვიდა, როგორ ფიქრობთ? როცა აღდგა. წარმოგიდგენთ ჯერ და რო გადმოსულიყო იქ რა მოხდებოდა? საკუთარი სახელი და გვერდი დაავიწყებოდა, დაიფანტებოდა სოფლა. რატო არ გადმოდის? რა რწმენა ის რწმენა, რაც ფარისევლებსა და იმდროინდელ საზოგადოებას აქვს მაცხოვრებს, რა რწმენა, რა სახის რწმენა ეს რწმენა? ეს რწმენა არის სწორედ ეს რიტუალური რაღაცას იქ რაღაცას გატეხავენ, იქ რაღაცას დაანთებენ, იქ რაღაცას და უკვე კარგი ადამიანები არიან. ამ დროს ქრისტიან თავარი რამე მოიტანა. ეს ყველაფერი განავამბობ, რომ საჭირო არ არის, მაგრამ უმთავრესი არ არის. ეს არის მიათეხარე ხადია, ხო. თავარი სხვა რამეა. თავარი არის ის, რომ მე რომ მაქვს ნება სიზარმაცისა, როგორ მე უნდა ვაჯობო ჩემს სიზარმაცეს. რამენაირად უნდა ვებრძოლ და სიზარმაცეს როგორ უნდა ვაჯობო? ჩემ თავს უნდა ვებრძოლ. ეს რთულია. მაგრამ თუ რამე სხვა რამეს ავიკვიატებ, აი თქვენ ხართ ზარმაცი. აი თქვენ დიდი სიამოვნები შეგებრძოლებთ. თქვენთან ბრძოლა სასიამოვნოც არის ჩემთვის. გავერთობ. და თუ არ არის არა. არა, სიტყვაზე ვთქვი, მესმის ახლა. და მე ვიდი რომ აქ რა კეთილი საქმე გავაკეთე, ის ადამიანი გადავაჩვენე ზარმაცობას. ან გადავაჩვენე, ყოველთვის ვებრძოლდი რომ გადაჩვეული იყო. ამიტომ თვით მე მაქვს პრობლემა. სიტყვაზე ხა დავით, ძალიან მეგობრულად მოგმართავთ, ხო? აი სიტყვაზე ვთქვა რომ ვებრძვი რომ თქვენ არ იყოთ უზრდელი, ამ დროს მე უზრდელი ვარ. მაგრამ თქვენ უზრდელობას ვებრძვი. ამიტომ თავარი, იმიტომ ჩვენ რისი თქმა მინდა, ეს ძნელია. საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან ძნელია. და თანამედროვე სამყარო, თანამედროვე თქვა ჩვენი დღევანდელი გააზრება ქრისტიანობის აქვს თავაზობს აბსოლუტურად სხვა რამეს.
მოდი დაანებე შენ თავს თავი, შენ ხო გწამს, შენ ხო სანთლებს ანთებ, შენ ხო რაღაცას იქ რაღაც ოღონდ კენტი დაუჭერბებს. ხო, კენტი ხო არის ავსთავარია, იქ ვიღაცა მაჯურ თავს მიატრიალებს, ხო კარგად გაკიცხავ და კარგად იმას ისევ შეურაცხყოფას, ხო კარგად ვინმე მკვირას ու დაიქჩოქება, ხო კარგად ჩაქოლავ იმას და ხო კარგად იმას ბრისხანებას კარგად დაანთხევ იმას. ეს ხო კარგად გამოგვდის. ეს იულია. აბა ერთი დაჯექი და ქრისტიანობა და 24 საათი იყავება ქრისტიანი. ძალიან ძნელი. და რა გავაკეთო? რა ავირჩიო? მე რომელი ზარმაცი ვარ, ასე ავირჩიო. იოლ ქრისტიანობას თავისთავად ცხადია, სხვა ეცვა ჯვარს, მე რატო უნდა ვეცვა ჯვარს? ვან 10 წუთი დაგვჭირდა ნათლიერებაზე სალაპარაკოთ. ისეთი საინტერესო იყო ბატონო გიორგი, თქვენთან საუბარი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ. ნამდვილად. მოდით დღევანდელ დღეზე ვისაუბროთ და მნიშვნელობაზე, როცა ივანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში ხო დღეს დილას ვკითხულობდი, როგორც კი შევედი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც ეხლა იერუსალიმშია, ეწერა ესეთი რამ, რომ იერუსალიმის პატრიარქმა დაგლოცაო და მდინარე იორდანემ 15 წუთით შეცვალა დინება. მოდით ახლა არ მინდა მე ამაზე უბრალოდ კამათი, ამას არ შეიძლება რომ რამე მეცნიერული ახსნა არ კონდეს გეოგრაფების მიერ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ვილაპარაკოთ. ეს ხომ აი ისევ ნატურალიზმამდე დადის ყველაფერი. ისევ ვიღაცა ამბობს რომ კაცრო მოუშვებ ნაკურთხი წყალი მოდის. ნუ ეს არა, ეს წმენის ის არის, რატომაც არა ახლა იორდანე რომ იმას იცვლის რაღაცა მომენტში ჩერდება და უკუსლას იწყებს და შემდგომ ისე თავისი მაშინ მოექცევა, თან ეს არ ხდება თქვა ყოველ დღე ან და რაღაცა საქმე იანვრის ბოლოსკენ. კონკრეტულ მომენტში როდესაც საიდუმლო აღესრულება და საეკლესიო საიდუმლოება აღესრულება, თავისთავად ცხადია, ეს არის წმენის ისა ახლა დღეს. წმენის ხო მაგრამ ხო შეიძლება ნათლიღება იმას დაემთხო, როცა მდინარე ივანე ამას მდინარე იორდანი ამას აკეთებს. არა, საქმეც ეს არის, ახლა თუ ამას დაემთხვა, ძალიან პატარა შანსი რჩება შემთხვევითობისა. რატო დაემთხვა ამას და რატო არ გაკეთა 2 დღით ადრე ან 3 კვირით გვიან? რატო მაინც და მაინც განა ის წყლის ცვალებადობა, განა ის გეოგრაფიული კანონები, გეოლოგიური კანონები, რომელსაც თქვენ ბრძანებთ. ამ კანონებს თავისი პრინციპი, თავისი შემოქმედი ხო ყავს, რომელიც ზუსტად ამ დღეს უნდა აკეთებდეს ამას, ხო? ანუ მაინც მივდივარ მე სასწავლო, მივდივარ ღმერთამდე მაინც, მაგრამ აქ საქმე თქვენ კითხვაში ძალიან მნიშვნელოვანი რამე ჟღერდა, ეს მეორე ნაწილი დავბრძანეთ, რა არის ეს ნათლისღება დღევანდელ დღეს რა მოხდა მაინც. 2 წუთი, ზუსტად 2 წუთი ესო გავიგოთ, უნდა დავიწყოთ თავიდან. აუცილებლად. რა მოხდა, როდესაც არაფერი არ იყო. ჩვენ ახლა ამას ვერ წარმოვიდგენთ, ჩვენ არაფრობას ვერ წარმოვიდგენთ. ადამიანის გონებას ეს არ შეუძლია. ისე როგორც მარადიულობას ვერ წარმოვიდგენთ, ისე არაფრობას ვერ წარმოვიდგენთ. ადამიანს გაჩნდა, ხმერთმოძა ადამიანი გააჩინა. 64-ია, ცოდვა არ არის და გაჩნდა ადამიანი. ადამიანს ევალება ერთადერთი რამე. განიხრთოს, ანუ გადააბიჯოს თავის ბუნებრივ მდგომარეობას. რა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა? ადამიანი არის ქმნილება და ის მიდრეკილია ხრწნილებისაკენ. ნუ რაც იწყება, ის უნდა დასრულდეს აუცილებლად. აი დასრულებას უნდა გადააბიჯოს. ადამიანს ეს ვერ შეძლო. დაეცა ცოდვით და ის მინდა კარგად გავიგოთ, რას ნიშნავს დაეცა ცოდვით, თუ ნათლისღებას ისე ვერ ახსნით. დაეცა ცოდვით ეკლესია ამას ამ მოვლენას უყურებს ასე. ავად გახდა, დაავადდა. აი წარმოიდგინეთ ახლა მე გუშინ საღამოს დავწექი, თავი არ მტკიო და სიცხე არ მქონდა, არ კოჭლობდი, ყველა კიდური ნორმალურად მიმუშავებდა და ასე შემდეგ. აი ამ დილით ავდექი და მაქვს სიცხე. ანუ შემოვიდა ჩემში რაღაც ვირუსმა დაიწყო მოქმედება, სრულიად ჯანმრთელი დავწექი და ავა დავდექი. ახლა მე რო ავადავარ, ამას საჭირდება. ამას სჭირდება მთავარი სიცხის დაწევა კი არ მჭირდება. სიცხე რამაც გამოიწვია, ის ხო არა შედეგები ხო რაც გამოჩნდა სიცხის სახით, ან და კიდურის ტკივილი, ანა რამაც გამოიწვია. აი ის ძირი უნდა ამოვაგდო, რომ შეიძლება მე სიცხე ახლა დავიწვიო, მაგრამ ისევა იწევს აუცილებლად. ცოდვით დაცემაზე როცა გვაქვს საუბარი გვაქვს ამაზე. ადამიანში შევიდა ვირუსი და ავადდა. ეს ჯანმრთელი არსება, აღმოსავლეთის ეკლესია ადამიანის ცოდვის დაცემას განიხილავს როგორც დაავადებას. დასავლეთი განიხილავს როგორც აი დანაშაულს, აღმოსავლეთი როგორც ავადმყოფობას. დაავადებული ადამიანი ვერასნაირად ვერ იქნება წილნაყარი მარადიულობასთან, სიხარულთან, ბედნიერებასთან. მასშია შემოვიდა ავადმყოფობა. ანუ ბუნება, რომელიც ადამიანს ჰქონდა, აი ამ ბუნებაში შევიდა ვირუსი, დაიწყო ხრწნილება ამ ბუნებამ.
რადგან ადამიანი დაავადდა, ავადმყოფობას რა მოაქვს? სიკვდილი. სიკვდილიდან ისასხვა ადამიანის ცხოვრება. ბოლოში ადამი მოკვდება, ადამის შვილი მოკვდება, მერე მოსე მოკვდება, ნოე მოკვდება, დავითი მოკვდება, სოლომონი, ყველა კვდება ეს. კვდება რას ნიშნავს? სიკვდილი ნიშნავს სულისა და სხეულის დროებით გაყრას. სხეული ხსნილებაში მიდის და სული მიდის სულის სამყაროში, ხო? არამატერიალურ სამყაროში. აი ეს დაავადმყოფი ადამიანი, ცოდვით დაავადებული ადამიანი, მიდის ჯოჯოხეთში. ანუ მიდის იმ წრიადში, სადაც სნეულთა სამყოფელია, ცოდულთა სამყოფელი. ჯოჯოხეთში ჩავიდა ადამი, ჯოჯოხეთში ჩავიდა იონა ნათლისმცემელი, სოლომონი, დავითი, მოსე, საოცრებები, სულ ყველა ამ სნეულების ადგილას, რატო? იმიტომ რომ სნეული ბუნება იმემკვიდრევეს პირველ მამისაგან. სნეული ბუნებით არიან ის. აი მოდის იესო ნაზარეველი, რომელიც მოდის აბსოლუტურად უბიწო შობით. უმამაკაცოდ მიდგომილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იესო ნაზარეველი ჩადის იორდანის წყლებში და ინათლება. და ამის შემდგომ წესდება ნათლობის საიდუმლო, ნათლისღების საიდუმლო, რომელიც დღევანდელ დღემდე აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში. რა საიდუმლოა ეს საიდუმლო? ნათლისღების საიდუმლოთი ადამიანის ბუნებიდან ეს ვირუსი ამოდის. ანუ ის რამაც გამოიწვია ჩემი ხწნილება. აი ეს რამაც გამოიწვია ჩემი, როგორც კარგად არ უნდა მეცხოვრა მე, თქვა აი მოსესავით რომ მოსე რო ჩამოვიდა, სახეობ წინავდა. ნოე იყო ის, რომელთაც ღმერთმა კაცობრიობა გადაარჩინა, ხო? დავითი იყო, რომელიც დღევანდელ დღემდე მისი მოცემული მსახურებით აღესრულება მსახურება ქრისტეს ეკლესიაში. აი ასეთი დიდებიც რო იყო, მაინც ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ. ანუ რატო? იმიტომ რომ ბუნებიდან ეს ვირუსი არ ქონდა ამოღებული არც ერთ ადამიანს. აი ეს ვირუსი ამოიღო ნათლისღების. აი ჩვენ როდესაც ვინათლებით ჩვენ მოდი ბჭყალებში ასე ვთქვათ, არაფერს გარანტია არ აქვს, გარნიშნავს იმას, რომ ის მოინათლება, ის ავტომატურად გადადის სათავსასოფლოში, აბსოლუტურად გამორიცხულია. მას ეძლევა საშუალება გადავიდეს სათავსასოფლოში. ანუ მას აქვს ყველაზე მთავარი რამე მოხდა მის ცხოვრებაში. აი ეს ვირუსი ამოვიდა ბუნებიდან. ხო, ამის შემდეგ უკვე შეიძლება. ხო, ახლა უკვე ჩემი, ანუ ამ ნათლისღების შემდგომ მე ვიწყებ სვლას საითკენ. გოლგოთისაკენ. აი, ნათლისღების იმაში რა არის? სამჯერ შთაფლაა წყალში. ეს შთაფლა რა არის? ქრისტესთან თანაერთად დაფლობა. ქრისტესთან ერთად დაფლა. ანუ მე, როდესაც ეს ვირუსი ამოიღო ქრისტემ ჩემგან, ანუ მადლი სულისაწმინდისა მოვიდა ჩემზე. რაოდენთან ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ასე გალობს ეკლესია, როდესაც ქრისტე შევიმოსავ, ხო საჭირო ეს სამოსელი არ დავფლითო მე. მე ქორწილი რო ვიყო, ამისათვის საჭიროა ქორწილში ხმობილი რო ვიყო, მე დაბინძურებული სამოსლით ვერ მივალ, უნდა სუფთა სამოსლით მივიდე. იმ სამოსლით რა სამოსელი ჩამოცვა ქრისტემ. სხვა სამოსლით მე ქორწილში არ დამიშვებენ, ახლა რომელი წავალთ ქორწილში, დასრული, ჩამოფლეთილი, იმით რომ ვცდილობთ ყველა ლამაზად ჩასრულები ვიყოთ. აი ქორწილში სათავსასოფლოში რომელიც გველოდება ჩვენ. იქაც აი ამ ლამაზი ქრისტეს სამოსლი შედა. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს სამოსელი მეძლევა. ხა ამ სამოსელს რას უზავ მე? ეს ჩემი საქმე. მინდა დავფლით და ანუ არსი დღევანდელი დღეს არის ეს აი დღეს ბავშვები ინათლებიან, ხვალაც მოინათლებიან, ზეგად რა ხდება? რა მთავარი რა არის? აი ის რაც მიშლის მე ხელს რომ შევიდეთ სათავსასოფლოში, აი ის ვირუსი ამოღებული ბუნებიდან. ის რამაც მე სიცხე უნდა მომცეს, ამაც კიდური, აი ის ვირუსი ამოღება. ახლა მე შეიძლება ეს ვირუსი რომ ამომიღეთ, წავიდე და საშინელებები ვაკეთო, მაგრამ ეს ჩემი ნებელობაა. გასვეთქვენ. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის. ბატონო გიორგი, უნდა ავიღო თქვენგან პირობა, რომ ერთ თვის შემდეგ აუცილებლად გვესწრებთ. ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც საუბარით ეს მოასწარი და უამრავი კითხვა დარჩა. ვერაფერზე ვერ მოასწრეთ. მოჯადოებულები გისმენდით, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე მშურს ყველა თქვენი სტუდენტი ეხლა რომ გამახსენდა რომ წარდგენაში ისე უნდა ვთქვა ბატონი გიორგი გვასალია თეოლოგი და სასულიერო აკადემიის ლექტორი ძალიან დიდი მადლობა მას ესეთი რა ვიცი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საუბარი და ეთერი იყო პრინციპში რაღაცეები შეიძლება რომ ჩემ ცხოვრებაში დღეიდან შეიცვალოს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის კიდევ ერთხელ გილოცავთ გილოცავთ ნათლისღებას